ბიძინა ივანიშვილის საპასუხო ტექსტები ამერიკელებისადმი შინაარსობრივად არ იცვლება. დღევანდელ წერილში მან თავადვე ახსენა, როგორ უთხრა უარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვედრაზე. ეს ფაქტი 2024 წლის მაისში მოხდა. მაშინ ობრაიანი თბილისში იმყოფებოდა. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბაიდენის ადმინისტრაცია მართავდა. სანქცია კი დაწესებული არ იყო. ოლიგარქი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მაშინაც და ახლაც ფაქტობრივი შეზღუდვების ქვეშ იყო. ივანიშვილის დღევანდელი წერილი დადასტურებაა, რომ ოლიგარქის მიმართ ამერიკის დამოკიდებულება არ იცვლება ორი ადმინისტრაციის პირობებში. არდა მას მთელი წინასაარჩევნო კამპანია და შემდგომი რიტორიკა აგებული ჰქონდა იმაზე, რომ მოვიდოდა ტრამპი და ყველაფერი დაალაგდებოდა ქართული ოცნების სასარგებლოდ. ეს ასე არ ხდება. ვაშინგტონი ცდილობს ოლიგარქს გააგებინოს, რომ პოლიტიკის ცვლილებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ურთიერთობის გადატვირთვა. არის თუ არა მთავარი გზავნილი, რომ ივანიშვილი დასთანხმდეს ახალ არჩევნებს, ეს არ ვიცით. საჯაროდ ამის შესახებ ამერიკის ოფიციალურ წარმომადგენლებს ჯერ არ განუცხადებიათ. ფორმულირება ასეთია. ისინი ახსენებენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმამაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებულ შტატებს საქმე აქვს მმართველთან, რომელიც მხილებულია რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში. ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებიდან არაერთი გზავნილი წავიკითხეთ და მოვისმინეთ. საყურადღებოა თავად ფორმატს, რომელსაც პარტნიორი ქვეყანა მიმართავს. მაგალითად, დღევანდელი ტექსტი იწყება სიტყვებით, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ ქართულ ოცნებასთან. ეს თვალშისაცემი ხაზგასმაა, რომ ახსენებენ პარტიას და მხოლოდ შემდეგ სადღაც დასასრულისკენ მთავრობას. როგორც გაირკვა, პარტიაში იგულისხმება კობახიძე, რომელიც თავს პრემიერ-მინისტრს უწოდებს, სახელმწიფო მდივანმა რუბიომაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღეს მილოცვას საქართველოს ხალხს უგზავნიდა. ამას ემატება რუბიოს ციტატა, უფრო ადრინდელი განცხადება წარმომადგენელთა პალატაში, სადაც გამოიყენა სიტყვები ანტიამერიკული მთავრობა და მკაცრი განცხადება მოსალოდნელი ზომების შესახებ. და რაც მთავარია, დიდი უმრავლესობით დამტკიცებული მეგობარი აქტი, რომელიც საბოლოოდ ტრამპთან აღმოჩნდება ხელმოსაწერად. ასეთ რეალობაში ივანიშვილი ამერიკელებს ეუბნება, რომ ვერ ერევა თავის კომპლექსებს. ეს კომპლექსი ფულია, რომელიც ასე აღელვებს მას. ის ამბობს, რომ აშანტაჟებენ და ამ ფონზე არ სურს რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ანუ ივანიშვილი თავადვე აღიარებს, რომ მისთვის მთავარი ფულია და არა ის, რა სჭირდება საქართველოს. სანქციის გამო მე არაფერს შევცვლი ამერიკასთან ურთიერთობაში. მოხსენით სანქცია და მერე ვისაუბროთ. ეს რომ ერთადერთი მიზეზი ვერ იქნება, დასტურდება იმით, რომ ზუსტად ამ სიტყვებს ამბობს ის 1 წლის წინაც, როცა სანქციები არ იყო დაწესებული მის წინააღმდეგ. მაგრამ მაინც იმას ამბობდა, რომ ფაქტობრივი შეზღუდვის ქვეშ იყო. აი, რას ამბობს დღეს ოლიგარქი? შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ჩემიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს. ანუ ამბობს, რომ რომელიღაც შვეიცარიულ ბანკში ფინანსური პრობლემები აქვს და ამაში ამერიკას ადანაშაულებს. საქართველოს კი ვაჭრობს. ოღონდ შვეიცარიაში მისი პრობლემები სანქციებამდე დიდი ხნით ადრე იწყება, როცა ქვეყნის კურსი უკვე შეცვლილი ჰქონდა. ეს რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს უფრო ფართო კონტექსტი და სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი. ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა. მეორე მხრივ კი ის არის თავისუფალი გადაწყვეტილებებში და ეს ეჭვს არ იწვევს. მან ქვეყნის საგარეო კურსის შეცვალა ანტიამერიკულ ძალას წარმოადგენს და დამოკიდებულია რუსეთზე. ეს სიტყვები ანტიამერიკული მთავრობა ჩვენ კი არა, როგორც უკვე გავიხსენეთ, რუბიოს სიტყვებია. ფული არ არის ერთადერთი ფაქტორი აქვე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს პუტინის გავლენა. უნდა ვახსენოთ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთი გზავნილი ამ ქვეყნის დაზვერვა ადასტურებს, რომ ოლიგარქის პოლიტიკა რუსეთის გავლენის გაფართოებას ემსახურება.